მოგესალმებით, შუადღე მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, 2:09-ია, ორშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ირაკლი ალფაიძე და ია ბედოიძე ვიწყებთ გადაცემას შუადღეს და წინ ძალიან საინტერესო გადაცემა გველის. სანამ გადაცემის პირველ სტუმრებს წარვადგენდეთ, მანამდე შეგახსენებთ ჩვენს მეგობრებს, არქიტექტურისა და დიზაინის კომპანიას ASA ჯგუფს და რბილი ავეჯის მწარმოებელ კომპანია ჯიჯის, ხოლო ძალიან ლამაზით აიგულებით პულმერია გვანებიურებს ესეთი ყვავილების მაღაზია. ია, ჩვენს ქვეყანაში ეს დღეებია ძალიან დიდი და სასიხარულო დღეებია, გაიხსნა ბეთანიელი მამების, წმინდა მამების საფლავი, ასევე 22 თებერვალს მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა და როგორც ვიცი, შენ უშუალოდ ესწრებოდი. კი, მე მქონდა ბედნიერება, რომ ამ ეს სიხარული გამეზიარებინა და იმ ადგილას ყოფილიყავი და ეს იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღლებული განცდა, იმიტომ რომ მრევლი იყო ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიიდან. მე როგორც მოვახერხე და გავესაუბრე, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ერთი დღით ადრე ჩამოვიდა, რომ ამ დღეს და აი ამ პროცესს დაასწრებოდა. ასევე ამბობდნენ, რომ ვერ მოახერხეს ადგილი, რომ ღამის გასათებიც კი და ძალიან ბევრმა ქალაქში გაათია, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათია. ეს ხალხში იყო ძალიან ამაღლებული განწყობა, როდესაც მოხდა წმინდა ნეშტის ამობრძანება, როგორც უკვე ვიცით, პირველ რიგში გადააბრძანეს ფერისცვალების სახელობის ტაძარში, სადაც აღევლინა პარაკლისი, შემდეგ კი ფეხითი მსვლელობით მიაბრძანეს წმინდა ნეშტი უკვე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მრევლს მიეცა საშუალება, რომ მიახლებოდა და მოელოცა და იყო საოცარი განწყობა და ხალხი გარეთ დახვდა ანთებული სანთლებით, ზოგი მადლობას წირავდა მამა გაბრიელს, ზოგი ამბობდა დიდება უფალს და აი არ ვიცი, იყო რაღაც საოცარი დღე. დღეს მამა გაბრიელს მოაბრძანებენ. და დღეს არის კიდევ რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ მათ ვინც ვერ მოახერხეს აქამდე რომ მისულიყვნენ და მოელოცა წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნეშტი, მას მოაბრძანებენ დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობას ესწრება ჩვენი კორესპონდენტი ანი პაპასკილი, რომელიც მოგვიანებით ჩვენ ჩაგვერთვება, თუმცა მანამდე გეტყვით რომ ემოციებს რაც მრევლში არის აუცილებლად გადმოგცემს და გაგვიზიარებს. რა თქმა უნდა, მრევლი უკვე შეკრებილია ვარდების მოედანზე, იქ იმყოფებიან წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები სხვადასხვა თითქმის ყველა ეპარქიიდან ჩამოსული და ასევე მრევლი რა თქმა უნდა სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან არის ჩამოსული და ძალიან დიდი შემართები და ძალიან დიდი ემოციური მუხტია, როგორც უკვე გითხრა ჩვენმა კორესპონდენტმა, ის რამდენიმე წუთში როგორც უკვე გითხარით, ჩაგვერთვება და დეტალების შესახებ უფრო კონკრეტულად გვეტყვის. ახლა კი ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ პირველი თემა წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის ძალიან საინტერესო თემა, როგორც წესი მე გითმობია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი ასლი შეემატა და ასევე გიორგი მე-12-ეს კუთვნილი კარაბადინი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბუბა კუდავა. მოგესალმებით ბატონი ბუბა. და ყველას ულოცავთ ჩვენ აი ამ სასიხარულო დღეებს და თქვენც რა თქმა უნდა შეგეწიოთ მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების მადლი. პირველ რიგში დავიწყოთ ხელნაწერი ვეფხისტყაოსნით ბატონო ბუბა, რომელი ვეფხისტყაოსანია ვახტანგისეული ჩასწორებები ახლავს როგორც ვიცით და ვინ გადასცა ცენტრს. ჯერ ზოგადად გეტყვით, გმადლობთ მოწვევისათვის. ვიტყვი რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოძიება დღემდე უცნობი ხელნაწერებისა და ზრუნვა იმისათვის, რომ ეს ხელნაწერებიც შეუერთდეს ჩვენს დიდ კოლექციას. ასე იქცეოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, რომ არა საუკუნეების მანძილზე დიდი რუდუნება და ზრუნვა ხელნაწერების არამარტო გადაწერაზე, არამედ შეგროვებაზე, მოვლაზე, გადარჩენაზე და რომ არა მე-19 საუკუნის დიდ ქართველთა მცდელობა, რომ ეს შეეკრიბათ რამდენიმე დიდ კოლექციად, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი ბაგრაძის და სხვათა მცდელობა, ჩვენ არ გვექნებოდა ეს დიდი საგანძური, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე შეკრებილია და ეს პროცესი არის დასრულებული. ალბათ არასოდეს დასრულდება ეს პროცესი, ყოველთვის იქნება კერძო კოლექციაში საინტერესო მასალები, რომლებიც სასურველია მოხდეს სიძველეთ საცავებში, იმისათვის, რომ დიდი იყოს გარანტია იმისა, რომ ეს მასალა გადარჩება. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გამახვილებული ყურადღება, როგორც კი რამე გამოჩნდება, მაშინვე ვიწყებთ მოლაპარაკებას კერძო მფლობელებთან, ხშირ შემთხვევაში ისინი გვწირავენ თავიანთ კერძო საკუთრებას, ვინაიდან ესმით ამის დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჩვენ დაწესებულებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში კერძო მფლობელებს ან არა აქვთ ამის სურვილი, რომ შემოგწირონ, ან უბრალოდ მატერიალური შეჭირვების გამო ეძულებული არიან, რომ გაყიდონ მათ ხელთ არსებული ხელნაწერი, ისტორიული დოკუმენტი თუ სხვა სახის არქივო მასალა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, მხარდამჭერებს, შემომწირველებს, რომლებიც შეიძენენ ამ
ამა თუ იმ ხელნაწერს და შემოწირავენ შემდეგ ჩვენს კოლექციას. ვეფხისტყაოსნის შემთხვევაშიც ასე იყო. რამდენიმე კვირის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს ასეთი ხელნაწერი, ჩვენთვის დღემდე უცნობი. ეს ხელნაწერი გადაწერილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის ვახტანგისეული რედაქციის, ანუ იმ სწავლულკაცთა კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღებული ვერსიიდან შემდეგ ბრალდებოდა და ერთ-ერთი ასეთი ნუსხა გახლავთ. ჩვენამდე მოაღწია ვეფხისტყაოსნის, ჩვენ ასე ვიცოდით, 164-მა ხელნაწერმა. სულ ახლა ჩვენმა ცენტრმა გამოსცა კატალოგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და იმ კატალოგში 164 ხელნაწერი იყო შესული. აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ნუსხა არის ჩვენთვის უცნობი, არა მარტო ჩვენთვის, საერთოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ამ ხელნაწერის შეძენაც. ანუ ამ შემთხვევაში როგორ ხდება შეფასება ხელნაწერის, თუნდაც ეს მატერიალური კუთხით სიძველესთან, რამდენად ძველია და რა მდგომარეობაშია ბატონო? მდგომარეობა როგორ ხდება? შეფასებად ინდივიდუალური საკითხი, ასე ვთქვათ, გააჩნია. როგორც ესე, მაინც მთავარია კერძო მფლობელის მოლოდინი, მისი აზრები, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საბაზრო სიტუაციას, საბაზრო ფასებს, რაც არის სიძველეებთან დაკავშირებით და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მატერიალურად მას უფრო მეტი შევთავაზოთ, ვიდრე საბაზრო ფასებია, ვინაიდან მატერიალურადაც დავაინტერესოთ, რომ ეს ხელნაწერი არ გაიბნეს, არ დაიკარგოს და შევინარჩუნოთ. რაც შეეხება მდგომარეობას, მეტნაკლებად კარგად იყო ეს ხელნაწერი შემორჩენილი, მაგრამ აკლდა თავი და ბოლო რამდენიმე ფურცელი. ამას გარდა ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხშირად ხელნაწერებს აკლიათ თავი ბოლო ფურცლები, ვინაიდან ყველაზე მეტად ისინი ზიანდება ხოლმე, როგორც წესი. და რაც სამწუხაროა, ხელნაწერს პირი გადმოცემით, მფლობელების პირი გადმოცემით ქონია ჭედური ვერცხლით მოჭედილი ყდა, რომელიც შემდეგ დაკარგულა ბოლო 10 წლეულებში. უთხოვებია რომელიღაც პირს და შემდეგ აღარ დაუბრუნებია ყდით და დაკარგულა. თუ ეს ზეპირი გადმოცემა მართალია, მაშინ ძალიან სამწუხარო ფაქტია ეს, ვინაიდან ჩვენამდე მოღწეულ ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებს არც ერთს არ აქვს მოჭედილი ყდა და ეს იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევა. საერთოდ ეს ვეფხისტყაოსანი ყველაზე უფრო ხშირად გადაწერილი ხელნაწერი იყო საერო ძეგლებს შორის. და ეს 165 ეს რიცხვი ძალიან ბევრია სხვა თხზულებებთან შედარებით, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე ხელნაწერით შემოგჭა, მაგრამ იმასთან გათვალისწინებით თუ წარმოვიდგენთ, რომ რამდენი გადაიწერებოდა საუკუნეების განმავლობაში, თითქმის ყველა შეძლებულ ოჯახს ეს ექნებოდა გახსოვთ მე იყო ტრადიცია ვეფხისტყაოსნის სიტყვათ დატანების შესაბამისად შეგვიძლია წარმოდგენა რამდენი ხელნაწერი იქნებოდა ათასობით და 10,000-ობით ალბათ და სამწუხაროდ აი ამათგან შემოგჭა მხოლოდ 165. ეს ფაქტიც, ეს სტატისტიკაც მიუთითებს, რომ ყოველი ერთეული ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. და როგორც კი შემოდის, როგორც ვიცი, ახალი დოკუმენტი, ახალი ხელნაწერი იწყება შესწავლა, ხო ბატონო ბუბა, ისინი თანამშრომლები უკვე იწყებენ ის დროებაში შესწავლა. პირველ რიგში, როდესაც ჩვენთვის ცნობილი ხდება ხელნაწერის არსებობის შესახებ, პირველ რიგში წინასწარი კვლევა მიდის, დაახლოებით რა მნიშვნელობის ხელნაწერი შეიძლება იყოს. მაგრამ ეს არის წინასწარული, რა თქმა უნდა, ხშირად ძალიან დიდი დრო ჭირდება ხოლმე ხელნაწერის შესწავლას. მას შემდეგ, რაც ჩვენთან დაიდებს ბინას, ხელნაწერი პირველ რიგში მას უტარდება გარკვეული სარესტავრაციო, საკონსერვაციო პროცესს გადის ელემენტარულ იმისათვის, რომ ის იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ საცავს შენახვა შეგვეძლოს. ამის შემდეგ კეთდება აღწერილობა მისი, აღწერილობა გულისხმობს რაობის გარკვევას, გადამწერის, დამკვეთის, თარიღის, შესრულებული მასალის დადგენას და ასე შემდეგ. ამ აღწერილობის შემდეგ უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება ამ აღწერილობით იხელმძღვანელოს და გამოიწეროს მისთვის საინტერესო მასალა. შესაძლოა ამა თუ იმ ხელნაწერის ამ
ამიტომ ხელნაწერის მნიშვნელობა სათანადოდ კიდევ ვერ გახდეს ცნობილი წლების განმავლობაში, ვინაიდან ყოველ კონკრეტულ ხელნაწერს კონკრეტული ინტერესების მქონე სპეციალისტი ჭირდება და როდესაც სპეციალისტი მიადგება ამ ხელნაწერს, იქ შეიძლება ბევრი რამ საინტერესო გაირკვეს. თუმცა, როგორც აღნიშნე, წინასწარული ინფორმაცია უკვე ცნობილი იქნება ძალიან მალევე და ელემენტარული ცნობები გვექნება. ბატონ ბუბა, რაც შეეხება შენახვის ტექნოლოგიას, ანუ მაყურებელს ალბათ საინტერესო იქნება, რომ გამარტოთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერები, თუნდაც ეს, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, რაიმე განსაკუთრებულ მოფრთხილებას თუ საჭიროებს, აი თქვა საცავში რაიმე გარკვეული პირობების შექმნა თუ არის ამისთვის საჭირო, რომ რა თქმა უნდა, საცავში საჭიროა განსაკუთრებული პირობები, პირველ რიგში ეს არის მუდმივი ტემპერატურა და ტენიანობა, ეს რეჟიმი უნდა იყოს დაცული. შემდეგ აქვს დიდი მნიშვნელობა ასევე თვითონ სტელაჟების მასალას, რა მასალით არის დამზადებული სტელაჟები და ზოგიერთ შემთხვევაში ამიტომ ხელნაწერისთვის გამომდინარე მის მდგომარეობიდან საჭიროა ინდივიდუალური ყუთების დამზადება, რომელიც ასევე სპეციალური მასალით მზადდება და სპეციალური წესით იდება თაროზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს სტანდარტები კარგად არის ცნობილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელნაწერების შენახვის პირობები იყოს კარგი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ჩვენ საცავების მდგომარეობა აღარ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მხრივ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი იმედი გვაქვს ჩვენ სახელმწიფოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომის. ანუ რა პრობლემები გვაქვს, რა საჭიროებს ახლა კონკრეტულად რომ საჭიროებს აი მუდმივი ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის უფრო კარგად დარეგულირება და დამარეგულირებელი აპარატურის რეაბილიტაცია არის საჭირო. უკვე მოძველებულია ეს აპარატურა, ხშირად გამოდის წყობიდან და ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას როგორც ტენიანობის მომატების შემთხვევაში, ისე ტემპერატურის მომატების ან კლების შემთხვევაში. როგორც წესი, ყველაზე საშიში პერიოდი ამ მხრივ არის გაზაფხული და ზაფხული, გაზაფხულზე იმატებს ტენიანობა და ზაფხულში კი იმატებს ტემპერატურა. და როგორც წესი, ასეთ დროს არის დიდი საშიშროება ობის გაჩენისა და ობი არის ძალიან დიდი მტერი ხელნაწერებისა. ასე რომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას დავძლევთ. ეს მქონია საშუალება, მე ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე, როგორი რუცნებით ეპყრობიან თქვენი თანამშრომლები საარქივო მასალებს, ანუ განსაკუთრებული რუდუნება აქვს, რომ ხელით შეხება არ შეიძლება, იმიტომ რომ უნდა გეცვა სპეციალური ხელთერთმანი, რომელთაც ხდება მასთან შეხება, თუმცა რა თქმა უნდა განახლებას მაინც ყველაფერი საჭიროებს და იმედი ჩვენ იმას ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს პრობლემაც მაგვარდება. ბატონ ბუბა, რაც შეეხება ისე რომ დავუბრუნდეთ ვეფხისტყაოსას, როგორც ვიცით, კორტეზის საადვოკატო ბიურომ შეიძინა, ხო, აღნიშნული ვეფხისტყაოსი. დიახ. როგორც მოგახსენეთ, როგორც კი ჩვენთვის გახდება ცნობილი ამათი ხელნაწერის შესახებ, არსებობის შესახებ და იმის შესახებ, რომ კერძო მფლობელი მზად არის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დათმოს ეს ხელნაწერი, მაშინ ვიწყებ ჩვენ თანხის მოძიების პროცესს, სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს ბიუჯეტში თანხები ასეთი საერთოდ ჩვენ ცენტრის ბიუჯეტი ცოტა მოგზალებულია და შესაბამისად არა გვაქვს ასეთი საქმისთვის თანხები სამწუხაროდ. იმედი გვაქვს მომავალში იქნება მინიმალური საშუალება მაინც. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრებს, სხვებსაც, გამომდინარე ამა თუ იმ ორგანიზაციის, ამა თუ იმ პირის ინტერესებიდან, გამომდინარე მათი მონდომებიდან არის გარკვეული ტიპის ხელნაწერები, რომელიც სპეციფიკურია და შეიძლება ის სპეციფიკური დარგი მიმართულება აინტერესებს. ალბათ არის შემთხვევები, როდესაც არარეალურ ფასსაც კი ასახელებენ. კი, ასეთ შემთხვევები არის, ხშირად არის, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ ვარწმუნებთ, რომ ეს არარეალურია, მაგალითებიც მოგვყავს და ცხადია ჩვენ არასოდეს შეცდომაში არ შევიყვანთ, ყოველთვის რეალურ სიტუაციას ვუხატავთ კერძო მფლობელს. ძალიან იშვიათად რომ არ დათანხმდნენ. ძალიან იშვიათად ვინაიდან, როცა ხედავენ რეალურად რა სიტუაცია, რა ფასებია, როგორია რეალობა, თან იმასაც ვუმარტავთ, რომ არა ჩვენი ტიპის დაწესებულებების
სხვა არაფერში არ ჭირდება, მართლა არ ჭირდება, შეიძლება 1-2 კოლექციონერი გამოჩნდეს, ისიც იმდენ თანხას არ გადაიხდის ხოლმე, რამდენსაც ჩვენ დავაზობთ ხოლმე. მაგრამ არის ასეთ სიტუაციებიც, როდესაც არაბუნებრივი მოლოდინები აქვს, რაღაცა სწორება აქვს, საერთაშორისო რაღაცა უზარმაზარ ისეთ სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენთან არ არსებობს და ან კიდევ თვით უცხოეთშიც კი არ არსებობს. ასე და ამ შემთხვევაში ვეფხისტყაოსნის შემთხვევაში მოკლედ მივმართეთ მეგობართა საზოგადოების წევრს ბატონ ზვიად კორძაძეს, მას აქვს კორძაძის საადვოკატო ბიურო, ცნობილი იურისტი, ადვოკატი გახლავთ, მოგეხსენება ჩვენთან მეგობრობს და ძალიან კარგად ესმის ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშვნელობა, არის ასე ვთქვათ ვეფხისტყაოსნის კულტურის დიდი მცოდნე და თაყვანისმცემელიც და ჩვენს თხოვნას მაშინვე გამოეხმაურა და დიდი სიამოვნებით დათანხმდა აი ხელნაწერის შეძენას და შემოწირვას. რაც შეეხება კარაბადინს, ბატონ ბობა, გიორგი მე-12 კუთვნილი კარაბადინია, როგორც ვიცით, ხო? აი ასეთივე ანალოგიური შემთხვევა იყო კერძო მფლობელების ხელში იყო ხელნაწერი, როდესაც წინასწარულად შევისწავლეთ, აღმოჩნდა რომ ეს არის მე-18 საუკუნის მიწურულით დათარიღებული ხელნაწერი სამედიცინო შინაარსისა და საინტერესო იყო იმით, რომ მას ახლდა მინაწერის მიხედვით ვიგებთ, რომ გიორგი მე-12-ს თავისი და თავისი ოჯახის წევრთა სული საოხად ეს ხელნაწერი შეუწირავს მრავალ მთის, ანუ დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტრისათვის. რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო ეს ხელნაწერი, ერთი რომ ეს არის სამედიცინო ხასიათის ხელნაწერი და მისი შესწავლის შედეგად შეიძლება ბევრი რამ ახალი დადგინდეს, განსხვავებული ტექსტი იყოს ჩვენთვის აქამდე ცნობილი სამედიცინო ხელნაწერებიდან ერთი, მეორე რომ ის უკავშირდება ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის სახელს და ამგვარად ჩვენ მისი პირადი ბიბლიოთეკის შესახებ კიდევ ერთი დამატებითი ცნობა გაგვიჩნდა და ასევე მრავალმთის და დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ბიბლიოთეკის შესახებაც კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია გვაქვს. ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ გიორგი მე-12-ს წირავს სამედიცინო ხასიათის ხელნაწერს მონასტერს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მონასტრის ბერებს ჰქონდათ საჭიროება ასეთი ლიტერატურა. არ არის გამორიცხული, რომ მათ ეთხოვათ კიდეც, ვთქვათ, მეფისთვის ამგვარი ლიტერატურით მომარაგება. შეიძლება მეფემ თავად დაინახა მის საჭიროება და ის წირავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ხელნაწერი შუა საუკუნეებში იყო ძალიან დიდი ფუფუნების საგანი. ეს ის არ არის დღეს რომ ვთქვათ მონასტერს ან ნებისმიერ დაწესებულებას წიგნი გადავცეთ საჩუქრად, ეს გაცილებით მეტია, 1000-ჯერ უფრო მეტი ღირებულების აქტია. ვინაიდან ხელნაწერის შექმნა იყო ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული, დიდ შრომასთან და დიდ კომპეტენციასთან. ისიც გავიხსენოთ, რომ წერა-კითხვა ძალიან პროცენტულად ძალიან ცოტა ძალიან მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ არ იცოდა წერა-კითხვა და ყოველივე აქედან გამომდინარე ხელნაწერი ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ და შეძლებულ მონასტრებს. ასე რომ ბატონო, რა პერიოდი ჭირდება ხელნაწერის შესწავლას, რომ დავადგინოთ უკვე მისი რეალური ისტორია? რთული ამის თქვენ გააჩნია ხელნაწერი. საერთოდ ხელნაწერის და სიძველეების შესწავლის პროცესი არის დაუსრულებელი. ხანდახან, როდესაც არის ხოლმე სიახლე, რომ აი ახალი აღმოჩენა, ახალი მიგნება, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ეს შეისწავლოს, ხშირად ჩნდება საქმეში ჩაუხედავ ადამიანებში ასეთი აზრი, რომ როგორ შეიძლება აქამდე ეს როგორ არ იცოდით. თქვენთან არ იყო რა აღმოჩენა, ამას ჭირდებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან არის დაცული უამრავი მასალა, რომელიც შეიცავს ძალიან დიდ ტექსტებს. ეს ტექსტები საჭიროებს მკვლევარებს სათანადო შესწავლას და ხშირად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება შესწავლილად ჩაითვალოს ტექსტი, მაგრამ
მკვლევარმა, სხვა მკვლევარმა სხვა თვალით შეხედოს და სხვა ნიუანსები იპოვოს და აღმოაჩინოს იქ. ეს დაუსრულებელი პროცესია, მაგრამ რასაც თქვენ გულისხმობთ, წინასწარული კვლევა, ანუ წინასწარი აღწერილობის მომზადება, რითაც ვიგებთ ზოგად ინფორმაციას ხელნაწერის შესახებ, ეს გააჩნია, შეიძლება ერთ-ორ დღეშიც მოხერხდეს, შეიძლება რამდენიმე თვეც დაჭირდეს გამომდინარე ტექსტის სირთულიდან. შესწავლაში რას გულისხმობთ? ხელნაწერ წიგნს ხშირ შემთხვევაში ხელნაწერი წიგნი ხშირ შემთხვევაში ისე არ არის დასათაურებული, როგორც თანამედროვე წიგნი. ავტორი, სათაური, გამოცემის წელი, ადგილი, რედაქტორი, რეცენზენტი, რა თქმა უნდა, ასე არ აწერია. ხანდახან ნაკლულია ხელნაწერი, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ნაკლულით რო არ იყოს, ასეთი სტრუქტურა არ ქონდა ძველად ხელნაწერებს. ხშირად დასათაურებულიც არ იყო სათანადოდ და იმისათვის რომ დადგინდეს რა ტექსტია ესა და რა კავშირია ამ ტექსტ ჩვენთვის ცნობილ სხვა ტექსტებთან, რამდენად ახლოა, განსხვავებულია, ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს თუ ორი სხვადასხვა რედაქცია, აი ამის გარკვევა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე ხშირად ხელნაწერებს ახლავთ ანდერძმინა წერები. ამ ანდერძმინა წერებში მოიხსენებიან გარკვეული პირები, გეოგრაფიული ადგილები, თარიღები. ხშირად ეს დეტალები ცოტა ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას, რა იგულისხმება, ვინ იგულისხმება ამ დროს, რომელი თარიღი სწორად არის თუ არა ამოკითხული, ასე რომ ეს ხშირად ხანგრძლივი პროცესია. ძალიან დიდი მადლობა. ბოლოს ჩვენ მე მგონი მაგრამ გამოგჭა გვენიშნა რომ ეს სამედიცინო შეიძინა ჩვენი თხოვნით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა და გადმოსცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. აი ეს ორი ფაქტი, კრისტალისა და გორდაძის საადვოკატო ბიუროს შემოწირულობა ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. ორმაგად სასიხარულო ფაქტია, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ორი ნიმუში შემომატება, ეს არის მაგალითი, ეს არის სტიმული სხვებისთვის და ეს არის თქვათ მოწოდება და ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ის პროცესი, რაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ექვთიმე თაყაიშვილის და ილია ჭავჭავაძის თაობის შედეგად ეს გრძელდება. ხომ არ იგეგმება კიდევ ბატონობა? კი, რა თქმა უნდა, ეს დაუსრულებელი პროცესია, როგორც ხომ არ არის კონკრეტული მოლაპარაკებების ხომ არ აწარმოებს? ამ ეტაპზეც არის კი რამდენიმე ხელნაწერი, რომ არ დავაჟღეროთ. ყველაფერს დავესწროოთ. კი ბატონო, ჩვენ დიდი სიამოვნებით მოგიწევთ, დრო გექნება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მოდიხართ იზოჩეს გადაცემაში მონაწილეობას და მეგობრებთან და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თაობებისთვის და იმედია რომ ხელშეწყობა უფრო დიდი იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად ეს მასალები არის სახელმწიფოსგან ასევე კერძო სტრუქტურებისგან. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა მოვალეობის იმედით და მომავალი წარმატებების იმედით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბუფა კუდავა. ჩვენ რამდენიმე წუთში მომდევნო სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ ამ წუთებში წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნეშტს მიაბრძანებენ სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც არიან შეკრებილნი წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა სასულიერო პირები, ეპარქიებიდან ჩამოსული და ასევე მრევლი სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან ჩამოვიდა და ჩვენ რამდენიმე წუთში ჩვენი კორესპონდენტი ანი პაპასკირი ჩაგურთება და გვეტყვის კონკრეტულად თუ რა ადგილას არიან და როგორია მრევლის განწყობა. ძალიან საინტერესო შემდეგი ბლოკი გველოდება, ასე რომ დარჩით ჩვენთან, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.